კიდევ ერთხელ ევროპის მოედანზე ვართ ჩვენ და წლიდან ევროპის ჰიმნად ითვლება ეს მონაწილე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიისა სიხარულის ოპერის მოგესალმები საქართველო! ყველაზე მებრძოლო საქართველო! შიფზე ჩაგიწერო? მტკიცე საქართველო! გაუტეხელო საქართველო! მებრძოლო საქართველო! სიყვარულით ახსავსე საქართველო! გამარჯვებისთვის მზად მყოფო საქართველო! ჩვენ უკვე მეორე წელია საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობა აღნიშნავს ერთად ევროპის დღეს. აი აქ ამ ადგილზე გახსოვთ შაშანდელი დღე, მნიშვნელოვანი დღე. დღე, როდესაც ჩვენ ერთად, ყველამ ერთად, მტკიცე დიახ, მტკიცე კი, უთხარით ევროპას, უთხარით საქართველოს, თავისუფალ საქართველოს. და სიმბოლურზე უფრო მეტია, რომ მეორე წელია ჩვენ აქ ვიკრიბებით ევროპის დღის აღსანიშნავად. ამ ადგილზე, სადაც არაერთხელ დაიწერა და აღსრულდა საქართველოს ისტორია. ადგილი, რომელიც სავსეა ჩვენი გმირების ხმით, ჩვენი გმირების ისტორიით, საქართველოს ისტორიით, თავისუფლების ისტორიით, თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიით. ჩვენ დაგვცქერიან ტაძრები, რომლებიც ყველანი ერთად სიმბოლოა საქართველოს ბრძოლის, საქართველოს ევროპული არჩევანის, როდესაც ნანა დედოფალმა და მირიან მეფემ მიიღეს ქრისტიანობა, საქართველოს საბოლოოდ დაუკავშირდა ცივილიზაციას, კაცობრიობას, კულტურას, განვითარებას. ეს მონაკვეთი, ქალაქის, აი ეს პატარა მონაკვეთი, სავსეა მრავალფეროვნებით, სავსეა ისტორიით, სავსეა მრავალმხრივობით, აი ეს პატარა ადგილი არის პატარა ევროპა საქართველოში. სადაც თანაცხოვრობს უამრავი კულტურა, რელიგია და ატარებს ძლიერ საქართველოს, ერთიან საქართველოს, სიმბოლოს საქართველოს დაუღალავი ბრძოლისა და მისი კულტურული ძალისხმევისა, რომელიც მოდის დაუღალავად და მოდის დღემდე. თითქოს ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი ითქვა, მაგრამ არის დღეები, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის იდეალები, ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით. არის ყველაფერი ნათქვამი და ჩვენ დგავართ
საქართველოს სადარაჯოზე ჩვენ დგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე. როდესაც საქართველო თავისუფალი იყო, დამოუკიდებელი იყო და ინარჩუნებდა საკუთარ თავისუფლებას, აი ამ ხიდზე და ძველ ხიდზე, რომელიც აქ იყო, გადიოდა უმნიშვნელოვანესი გზა. აი აქ იკრიბებოდა და თავს იყრიდა უმნიშვნელოვანესი გზები. აი ამ ხიდზე, ძვირფასო მეგობრებო, შემოდიოდა დიდი საქარავნო გზები, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან და აი აქედან შავი ზღვის გავლით მოძრაობდა კაცობრიობა, მოძრაობდა სამყარო, მოძრაობდა ეკონომიკა, მოძრაობდა კულტურა და საქართველო იყო ღია მთელი სამყაროსთვის. და ეს იყო მისი ძალა. და როდესაც საქართველო კარგავდა დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და მას ეპატრონებოდა უცხო ძალა, აი ეს გზები იკეტებოდა. საქართველო ექცეოდა იზოლაციაში. და ეკონომიკის, კულტურის განვითარების ნაცვლად დადიოდა ამ გზებზე წითელი ტერორი. ჩვენ აღარ დაუშვებთ ამ ტერორს. დღეს, ევროპის დღეს, მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი იდეალები. სიყვარულის, მეგობრობის, რწმენისა და თავისუფლების ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებების დაცვის გამო ჩვენ გვყავს დღეს საუბედუროდ სინდისის პატიმრები. მაგრამ ეს ხალხი თავიანთ ოჯახებთან ერთად, თავიანთ მშობლებთან ერთად, დებთან და ძმებთან ერთად, მეუღლეებთან ერთად ასხივებენ სიმტკიცეს, ასხივებენ იმედს, ასხივებენ ძალას, დიდება და თავისუფლებებად. ახლა სცენაზე მსურს მოვიხმო ჩვენი საყვარელი მშობლები და ოჯახები სინდისის პატიმრებისა. გთხოვთ, ივესალმოთ მათ. პირიქით ყველას ჩვენი გვერდში დგომისთვის. რეჟიმის პატიმრების სიას წავიკითხავ ეხლა. გიორგი ტერიშვილი, ირაკლი მიმინაშვილი, გიორგი ახობაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ანდრო ჭიჭიდაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაჯელაშვილი, მზია ამაღლობელი, ანზორ კვარაცხელია, გიორგი მინდაძე, დავით ლომიძე, თეიმურა ზასოხაშვილი, საბა სვიტარიძე, ანატოლი
ნიკოლი გიგაური, მათე დევიძე, გიორგი ეკვლელაშვილი, ფრიდონ ბუბუტოიშვილი, ირაკლი მეღვინე თუხუცესი, გიორგი კუჭაშვილი, გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, დავით კოლდარი, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, არჩილ მუსელიანცი, ლაშა ჩხაიძე, საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, დავით ხომერიკი, გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია, ანტონ ჩეჩინი, ჰედუ აბრამოვი, ანასტასია ჟინოვკინა, არტემ გრიბული, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე, თენგიზ გველესიანი. მადლობა პატივრებს, მადლობა მხნეობისთვის, ბიჭებო გვიყვარხარ, არ იყავით მხნე. მადლობა თქვენ ყველას თითოეული ნაბიჯისათვის, ჩვენი გვერდში დგომისათვის, ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბოლომდე ძირს მიწინას რეჟიმი. გამარჯობათ მეგობრებო. ნეტა იცოდეთ როგორი ლამაზები ხართ, როგორი საყვარლები ხართ ჩვენთვის და როგორ გვიამაყებით თვითონ სინდისის პატიმრის ოჯახს. ძალიან ემოციურია ჩემთვის დღეს აქ დგომა, იმიტომ რომ შარშან ჩემი ძმა და თითოეული სინდისის პატიმარი იდგა აქ. იდგნენ თქვენთან ერთად. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს სინდისის პატიმრების ოჯახის სახელით საუბრობ და მოგმართავთ თქვენ. პირველ რიგში მივმართავ სინდისის პატიმრებს. ბიჭებო, ძალიან გვიყვარხართ, გამაგრდით და თქვენ იმ ხელამხნეობას გვაძლევთ, ჩვენ იმ ხელამშემართებას გვაძლევთ, ჩვენ რომ გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება და გარდაუვალია საქართველოს ევროპულ გზაზე არ დაბრუნება. მინდა გითხრათ მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ არივიწყებთ თქვენი წინაპრების მიერ ჩანერგილ თავისუფლებას, მხნეობას, ქართველობას. დღეს არის 9 მაისი, გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იკითხოს, რა შუაში არიან სინდისის პატიმრები 9 მაისთან, მაგრამ ერთი პარალელი აქ ძალიან ნათელია. ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იბრძოდნენ და თავი შესწირეს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დღეს რეალურად ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან სახეშეცვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ. იბრძვიან ბოლომდე. და იცოდეთ ერთი, რომ როგორც მაშინ სძლია სიკეთემ ბოროტებას და სინათლემ გაანათა სიბნელე, ზუსტად ასე მოხდება ჩვენ შემთხვევაშიც, გავიმარჯვებთ აი ამ მოდიფიცირებულ ფაშიზმზე, დავიბრუნებთ ჩვენ საქართველოს და მივმართავთ საქართველოს ისევ ევროპულ გზაზე. რადგან არის ევროპის დღე, არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი გენიალური ადამიანის სიტყვები. ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვები. მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი. I'm Georgian, therefore I'm European. დიდი მადლობა. სოლიდარობა და თანადგომა სინდისის პატიმრებს. სოლიდარობა და თანადგომა ჭიათურაში დაჭერილ მაღაროელებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ ბრძოლაში და იქამდე სანამ ვიდგებით ერთად. ხნედ,
ერთგულად ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს. წინ გამარჯვების. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ხიჟინა გავაგონოთ ქვეყანას, ხიჟინა. დღეს იმიტომ გამოვდივარ თქვენს წინაშე, რომ აი ამ ათობით ათასი ადამიანისთან დასწრებით, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით და ჩემი სახელით რამოდენიმე მგზავნილი გაუგზავნო არალეგიტიმურ თვითმარქვია გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას. პირველი უნდა შევახსენო, რომ ევროპა ჩვენთვის არის უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოება. რუსეთისაგან უსაფრთხოება ევროპა ჩვენთვის. მერე ევროპა არის სინათლე, ევროპა არის ხარისხიანი განათლება, ევროპა არის ხარისხიანი ჯანდაცვა, ევროპა არის კომფორტი, ევროპა არის განვითარება. რუსეთი არის ჭაობი, სიბნელე. აქედან გამომდინარე, ქართველ ერს უკვე არჩევანი აქვს გაკეთებული და ჩვენ ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს. ევროპის კანდიდატი ქვეყანა ვართ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ არ დაუშვებს, აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს. არ დაუშვებს ამას ქართველი ერი. რაც არ უნდა სადავშელო კანონები მიიღოს, რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს. ამას ვერასოდეს ვერ ეგირსება. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას უკვე ყავს 10,000-ობით ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. აქედან გამომდინარე გეტყვით ყველას, ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია და ვიცით, რომ ეს არის უსაზღვრესი დაბალი ჭაობისა და არასოდეს დაბრუნდება ჩვენი ქვეყანა. მე იმაჩნია, რომ ერთმანეთის მიმართ სამადლობელო არაფერი არ აგვაქვს. თუმცა ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი პატიმრებისთვის აკეთებთ. სოლიდარობისთვის დიდი მადლობა. მაგრამ სამშობლოსთვის ერთად რომ გავართ, არავისთან სამადლობელო ერთმანეთს არ აგვაქვს. მე მინდა შეუთვალო ამ ხელისუფლებას, რომ არ გაბედოს და არც ერთ რუსის ჯარისკაცს ფეხი არ დაადგმევინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს. იმიტომ რომ არ ვიცი უმართავ პროცესებს მიიღებენ და თავიანთ თავზე ძალიან ცუდ რამეს იწვნენ. აქედან გამომდინარე, მოეშვან არაადეკვატური სულელური კანონების განცხადებების მიღებას. თორემ გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის. უგუნური გადაწყვეტილებები თუ არ შეწყდება არალეგიტიმური თვითმარქვია ხელისუფლებისაგან, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ ევროპის კასმას გავაგრძელებთ, ჩვენ მშვიდობის ყველა რესურსს გამოვიყენებთ, მაგრამ არ გაბედონ და აღარ მოგიდონ ხელი არავის და ციხეებში აღარ შეკაროთ. თორე ძალიან ცუდ პროცესებს მიიღებენ. მე არ გეგონოთ ამას პატიმრების ოჯახების სახელით ვაკეთებდე. ჩემი პერსონალური ზურავცეცხლის სახელით ვაკეთებ ამას. გაგიმარჯოთ, დიდი მადლობა, ბრძოლა ბოლომდე. მეგობრებო, ჩვენ გარდა პატარა სიურპრიზი გვაქვს და ჩვენ გარდა დღეს გვინდა მოგესმენინოთ ჩვენი ბიჭების მიმართვა, თქვენთან გამოგზავნილი მიმართვები.
ესენი არიან ირაკლი ქერაშვილი, ზია მაღლობელი და ვეფხია კასრაძე. აზობას გეუბნებით კირთით აქტიურობისთვის, ბრძოლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს კავშირის 78 პუნქტის ერთგულები, შესაბამისად ბრძოლებზე უნდა და ბრძოლა ბოლომდე. საქართველოს